ნათია ვარ ხელშეუხებელი, დამოუკიდებელი, მარადიული, სული დაუბლოკერი, დაუჭერი, რაუჭერი, შეუჭერი, მიუჭერი, მოუჭერი. დაურაზბაზარავებელი, ჩემი ენერგიები ხელშეუხებელია, ჩემი სულის ჩისტოტები, საძნანია, ვოля, ნება, სვაბოდა ხელშეუხებელია. ზაპრეშავის ეხ მნამინია, დისტრუქტივობასა და ნეგატივობას, ბუდუ ჯიგაცა, ვიჯიგაცა. ბუდუ ტაბნულაც. ეხლა რა მინდა მე ჩემ თავს აუხსნა, აი ვიფიქრე და ეს რა ქვია ასე მოვიფიქრე მაგალითად. ესე იგი ეს სხვადასხვა სუშესტოები, სხვადასხვა ეგრეგერები, სხვადასხვა სახეობის სუშესტოები, სხვადასხვა სახეობის ეგრეგერები, ხო? რას ქვია ეხლა სხვადასხვა სახეობისა და სხვადასხვა ცივილიზაციებს გააჩნია, სხვადასხვა იერარქიებზე გააჩნია, კაისულია, ცუდისულია, არის მაგალითად პარალელური ვლიანიები სუშესტოებისაგან, არის ვირტუალური ვლიანიები, მატერიალური ვლიანიები, არის რა ქვია პლანეტარული ვლიანიები, რა ქვია მირმეჟმირიული გალაქტიკური ვლიანიები, ხო რაღაცა, რომელიც ადამიანი ყველაფერს ვერ ფლობს და მაგრამ რაღაცა ზიანი, ხანდახან ზიანი ადგება ადამიანს და ხარ რას ტკივდება ადამიანს, ხო? არის როდული ვლიანიები, რადავოი დნკ-ური ვლიანიები, რაღაცა სისტემური მატრიცული ვლიანიები, ზერკალური ვლიანიები, რაღაცა კარმიჩესკული ძველი ვლიანიები, ახალი ვლიანიები, კარმიჩესკული ძველი ახალი ვლიანიები. ასევე არის დნკ-ური რაღაცა ვლიანიები, თანდაყოლილი ვლიანიები, რაღაცები, ანუ სუშესტოები, ინფოპაკეტები, პატარა პარაზიტები, რასაც ეძახიან, რომლებიც არიან, რა ქვია, ეს ინფოპაკეტები დისტრუქციული პროგრამების მატარებელი, ან კაი პროგრამების მატარებელი, რასაც ქვია ამას. ანუ არიან სხვადასხვა სუშესტოები, სხვადასხვა სახეობის, ხო, არის ფანტომური ვლიანიები, არის გალაგრამული ვლიანიები, არის დისტანციური ვლიანიები, არის კლონური, კოპიური ვლიანიები, რაღაცა, ხო, ანუ რაღაცა, ეხლა რაღაცა урокებს გავდივართ აქ, ხო, რაღაცა გაკვეთილებს გავდივართ, რაღაცა ოპიტებს ვიღებთ და ყველა ადამიანს ყავს თავისი, ასე ვთქვათ, უფროსებიც, ანტიუფროსებიცა და ცოტა პარაზიტები, ცოტა კურატორებიც. ესე არის, იმიტომ რომ ესეა ეხლა ადამიანი როდის გაიწმინდა, იწმინდავს ადამიანი თავის თავს. ხო, ანუ უნდა შეეცადოს ადამიანი გასუფთავდეს პარაზიტებისა და ანტიუფროსებისა და ასე ვთქვათ, კანტრალიორებისაგან. ეს კანტრალიორს ვერ გაექცევი. ჩერეზა ვლიანიებიც არის, ჩერez სოციუმი მაგალითად, ჩერez მეზობლები, ჩერez რა ქვია, თანამშრომლები, ჩერez სკოლები, ეს ყველაფერი სკოლა არის. ყველაფერი სკოლა არის, გავდივართ ჩვენ ოპიტებს. სკოლა, თამაშებია, რაღაცა არის ვლიანიები, ინტერნეტული ვლიანიები, სიხშირეული ვლიანიები, ანტენური ვლიანიები, რასაც დაარქვეს ჩიპები და იმპლანტები. არის ნიჟნიმირების ვლიანიები, არის რა ქვია, კასმიური, ასტრალური, მენტალური ვლიანიები, არის სექსუალური, ვამპირული ვლიანიები, ძალადობები და ადამიანს არსიამებს რაღაცა და ეძალებიან რაღაცა. სხვა არის რელიგიური, აღამზრდელობითი, რა ვიცით, სრულწმენითი და რაღაცა ვლიანიები, რომ ეს უკვე პარაზიტული ინფოპაკეტებია ადამიანში ჩადებული. всё, მე რელიგიას არაფერს არ ვერჩი, ცოტა კაი რაღაცა არის რელიგიაში, რომ აკრძალულია მაგალითად დალევა, დამცირება, რაღაცები, მაგრამ მაინც ყველა მაინც რაღაცნაირად მაინც ასვავს, მაინც ამცირებენ, მით უმეტეს ქალებს, რომ ქალი უნდა ემორჩია, ქალი არავის არაფერს არ უნდა ემორჩილებოდეს და ქალი არავისი ვალდებული არ არის. ქალს იქით უნდა არჩენდეს და ელოლიავებოდეს და ეფერებოდეს ადამიანი, იმიტომ რომ ქალის ორგანიზმი არის სუსტი, არ აქვს ქალს კუნთები და ქალი არ უნდა დაამციროს არავინ.
და ქალი უნდა ემორჩი იმას ემსახუროს ოჯახს, ქმარი უნდა ემსახუროს ოჯახს, ქალს და ქალი უნდა იჯდეს სახლში და აღზარდოს შვილები და შვილებს უნდა მიაქციოს ყურადღება. ქალი არავისი ვალდებული არ არის. ხო, მერე კიდე სახლშიც კიდე და რო ყავს ადამიანს, ის დას უნდა ელოლიავებოდეს და იმას ზიანი კი არ უნდა მიაყენოს და კი არ უნდა დაჩაგროს და დაამციროს. ეჭიდაოს. ზოგი ეჭიდავება თავის დას და თავის დას თვითონ 1000 შეურაცხყოფებს აყენებენ. არიან მასეთი მანიპულატორი ძმებიცა და მანიპულატორი პარაზიტი ქმრებიცა და მანიპულატორი პარაზიტი ნათესავებიც, კაცებიც. ხო, სუსტ არსებას რომ მოერევი და რო იტყვი რომ მაგარი ვარო, მაგარი კი არა, რაც აღარ მინდა ვახსენო და აღარ მინდა ვინეგატიურო დღეს. ხო, ანუ ეხლა ექსპერიმენტები არის, ხო, კიდე რაღაც ექსპერიმენტები, ანუ განვითარების ვითომ ეძახიან ეს განვითარების ექსპერიმენტი, განვითარების კი არა, მანიპულატორობის ექსპერიმენტებს აკეთებენ და მანიპულატორული ექსპერიმენტებია ესა, მონამორჩილების მანიპულატორული ჯამბაზური ცირკული, ასე ვთქვათ, მაქციური ექსპერიმენტებია, რომ გაანადგურონ ეს, ეხლა კარმიჩისკიული უზლებიც რაღაცა გავლენას ახდენენ ადამიანს, ხო? ანუ კარმიჩისკიული უზლებიც ადამიანს წარსული გავლენას ახდენს, ეხლა, ყველაფერი ადამიანზე გავლენას ახდენს, მაგალითად, ფული აქვს, არა აქვს ფული, ჯანმრთელობა აქვს, არა, ელემენტარული აიღე, რა ქვია, სამეზობლო, კაი სამეზობლო ყავს, ცუდი სამეზობლო ყავს, კაი ურთიერთობები აქვს, რაღაცები, სამსახური უყარია, არ უყარია სამსახური, სამსახურში რო დადის ადამიანი და თუ არ უყარია და ანუ თან ხელფას იღებს, თან იყვედრება რაღაცას, აი ელემენტარული ვლიანიები, ხო, ელემენტარული ვლიანიები, არო, სადაც არის ურთიერთობები, რაღაცა ურთიერთობები, პირველი მხარე, მეორე მხარე, მესამე მხარე, რაღაცა სადაც ცხოვრობს ადამიანი, ხო, აქ არაფერი ურთიერთობა, ეს ჩემი სახლია, ეს იმის სახლია, ეს იმის სახლია, ეს იმის სახლია, მაგრამ მაინც ხო არის პირველი მხარე, მეორე მხარე, მესამე მხარე, მეოთხე მხარე, ანუ რაღაცა პოზიცია, ოპოზიციები, ხო, ეხლა მაგალითად მეზობლებს რომ მოვიდეთ, შეკამათება, თანამშრომლებს რომ მოვიდეთ, შეკამათება, ესია სულიერ სამყაროშიც, მაგალითად მე ვარ ჩემი სულია ეს არის ჩემი ბიოსისტემა, არის სხვა ადამიანი, რომელსაც არ ვევასები, იმას თავის სული ყავს, თავისი ბიოსისტემა აქვს, თავისი ბიოსტრუქტურა აქვს, ხო და მოგვივიდა ეხლა შეკამათება. მოპასუხე მოსარჩელი, ან მოსარჩელი მოპასუხე, ხო? რაღაცა და ვკამათობთ ეხლა ვჩხუბობთ რაღაცა, ხო? ანუ მე ვიძახი ჩემსას, ის იძახის თავისას, ხო? და ანუ ვცდილობთ ერთმანეთზე რაღაცა ზეგავლენა, ზემოქმედება მოვახდინოთ, რაღაცა რეაქციები გავაკეთოთ, რომ ან ის გაჩერდეს, ან მე გავჩერდე და ან დავჩაგროთ ერთმანეთი, ან დავჭამოთ ერთმანეთი რაღაცა, ხო, რა ხდება ეხლა სულიერ სამყაროში, ანუ ორივე მხარე ლაპარაკობს თავისას, ხო? არის ეხლა გამვლელი, გამომვლელი, ან მოსამართლე, ან მოსარჩენი, ან დამრიგებელი, ან რა ქვია, მრჩეველი, ვიღაცა მრჩეველი გამოჩნდა, მრჩეველი, ხო? მოკარნახე ვიღაცა მრჩეველი გამოჩნდა, რომ რაღაცა შინაური ან გარეული, რომ რაღაცა აშველებს ამ ხალხს, ხო? ანუ ესე ვცდილობთ, რომ რაღაცა ზემოქმედება, ზეგავლენა გააკეთოს ამ სიტუაციაზე, ამაზე, იმაზე, რომ ან გაჩერდნენ, ან ის გაჩერდეს, ან ეს გაჩერდეს. ანუ აი ეს ელემენტარული სიტუაცია ავიღოთ, სადაც ხდება ზეგავლენა. ელემენტარული ფიზიკური ზეგავლენა. ეხლა ეს ელემენტარული ფიზიკური ზეგავლენა წარმოიდგინოთ სულიერად. სულიერ სამყაროში, ასტრალურ სამყაროში. მერე კოსმიურ სამყაროში წარმოიდგინოთ ასეთი ისა, ხო, ცუდია არა, რამდენი რაღაცა ტვინის აფეთქება ხდება უცბად. აი მომენტში ხდება ტვინის აფეთქება. всё, დავანებოთ ეხლა ამ წარმოდგენებს თავი, ჩამოვიდეთ ისე ბიოსისტემაში, ბიოსტრუქტურაში, დავწყნადეთ, დავლაგდეთ, წარმოვიდგინოთ ეხლა მარტო 2-3 ადამიანს შეუძლია ერთმანეთზე ზეგავლენა. ფიზიკურ სამყაროში, სულიერ სამყაროში, ასტრალურ სამყაროში, კოსმიურ სამყაროში, მარტო 2 ადამიანს.
ცუდად მოექცევიან ერთმანეთს, ცუდი გავლენა ექნება, კარგად მოექცევიან ერთმანეთს, კაიზე გავლენა ექნება. კარგად რო ექცევა ადამიანი ერთმანეთს, ამ შემთხვევაშიც არის მოპასუხე, მოსარჩელე, გამომქომაგებელი, შემქებელი, მრჩეველი, მოკარნახე, მოსამართლე. ამ შემთხვევაშიც არის პირველი პირი, მეორე პირი, მესამე პირი გამოჩნდება, კიდე მეოთხე პირი გამოჩნდება, რა კაი მეზობელია, რა კაი გოგოა, რა კაი თანამშრომელია, რა ცუდი თანა, როგორ ცუდად მოიქცა, ანუ ესე ხდება სულიერ სამყაროშიც დაახლოებით. ეხლა რომ არ გვინდა რომ დაუშვათ, ეხლა ეს ზეგავლენები მაგალითად ხო არის ეხლა მაგალითად რაღაცა სუშისტოები, რომლებსაც არ უნდათ რომ დაუშვათ ვამპირები, ბოროტები, რომელსაც არ უნდათ რომ დაუშვათ ეს რაღაცა კაი სიტუაციები იყოს, ხო? და უნდათ რომ სულ დაუშვათ დაავამპირონ ხანხი, ხო? ანუ პარალელური სუშისტოები, რომლებიც ცდილობენ ზეგმოქმედება, ვიგოდნიკები, ზეგავლენა, ზემოქმედება მოახდინონ რაღაცით, დაუშვათ სახელმწიფო რა არის, სახელმწიფო შედგება დიდი სტრუქტურისაგან, ხო? ამ სტრუქტურაში მუშაობენ თანამშრომლები არიან, თანამდებობებზე არიან სისტემები, იქ მერიის, იქ პროკურატურა, იქ თავდაცვა, იქ საგარეო შინაგან საქმეთა, საგარეო სამოქალაქო უსაფრთხოების, ასე შემდეგ. ეს რა არის? ეს არის სისტემა, სტრუქტურა, რომელსაც ემსახურებიან ადამიანები, სადაც მუშაობენ ადამიანები. ეს ადამიანები რა არიან? ეს ადამიანები არიან სულები, ცივილიზაციები, ხო? სადაც ეს ცივილიზაციები მუშაობენ. ეს ცივილიზაციები ეხლა რა საქმესაც ემსახურებიან ეს ადამიანები, ხო, აქ ეხლა არის პოზიციებიც, ოპოზიციებიც, მომჩივანებიც, მოსარჩელეებიც, მოსამართლეებიც, ეხლა დაუშვათ ავიღოთ ექიმები, ხო, ექიმები რას ემსახურებიან, ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურებიან, სახელმწიფო ექიმებიც არიან, კერძო ექიმებიც არიან, კბილის ექიმებიც არიან, კერძო მასაჟიორისტებიც არიან, ხო, ეხლა ეს ექიმი პირველი პირი არის, მეორე პირი არის, მესამე პირი, ვინც აქებს ამ ექიმს, ან აძაგებს ამ ექიმს, ანუ ეს მოპასუხე მოსარჩელეები ყოველთვის ხდება. და ასე ვთქვათ, ანუ ასეთი ურთიერთობები ხდება დაუშვათ, ასე ვთქვათ, სულიერ სამყაროში. დაუშვათ მე რო წარმოვიდგენ რაღაცა ჩემს სულს, წარმოვიდგენ წარმოვიდგინე ან ნათესავები, ან კურსელები, ან კლასელები, ან თანამშრომლები, ან გოგოები, ან ბიჭები, ან დაქალები, ან ძმაკაცები, ხო წარმომიდგენია ეს არა? ეხლა მე იმაზე ვფიქრობ, ხო, დაუშვათ ადრე, ან ეხლა, ან დღეს, ან გუშინ რა ურთიერთობა მქონდა იმ, ხო წარმოვიდგინია ეს არა? ეხლა ეს პოზიცია, ჩემი პოზიცია იმ ადამიანთან, ადამიანებთან, ადამიანის სულებთან, რომ ეს კაი ადამიანია, ის ცოტა ისეთია, ეს ცოტა გამოშტერებულია, ის ცოტა ლოთია, ის რა ლამაზი გოგოა, ის რა ლამაზი ბიჭია, რა კაი ოჯახი შექმნა, რა კარგად გისწავლა, რა კაი სამსახური აქვს, რა ძლიერია, რა ყოჩაღია, ის კიდე რა სულელია, შურიანია, ბოროტია, რაღაცა ჩემი ისერი ეხლა მე ვარ მაგალითად პოზიცია. ის ოპოზიცია მომჩივანი, მოსარჩელე, მოპასუხე თუ რა ვიცი რა დავარქვა, ერთი იმას თავისი აზრები აქვს ჩემზე. ეხლა არის კიდე მესამე პოზიცია, ოპოზიცია რაღაცა, რომლებსაც ჩვენ ყველაზე კიდე იმ მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს სხვებსაც კიდე ჩემზე, სხვებზე იმ ყველას თავთავისი აზრები აქვს. და თავთავისი ისენი აქვს, რა ქვია, ყველა ერთ ადამიანს ერთნაირად არ ექცევა, ხო? არის ადამიანები, სხვადასხვანაირად ექცევიან სხვადასხვა ადამიანებს და ყველა ადამიანს, სხვადასხვა ადამიანზე თავისი შეხედულება აქვს. მორჩა. ზოგისთვის ადამიანი ვიგოდნიკია, ზოგისთვის კაი ადამიანია, ზოგისთვის αφერისტია, ზოგისთვის არ არის αφერისტი, მართალია და ასე შემდეგ. ეხლა ეს გამოვიდა რაღაცა რა ვიდოდა, მე თქვა რომ ეხლა ესე კი ეს ხდება ფიზიკურ სამყაროში, ესეთი ვლიანიები ხდება ერთმანეთზე, ესეთი ვლიანიები ხდება დაუშვათ სულიერ სამყაროში. და დაუშვათ ესეთი ვლიანიები ხდება ასტრალურ და კოსმოსურ სამყაროში. ხო, ანუ ჩვენ ვართ სულები და შეგვიძლია კი არა ჩვენ ვართ კოსმოსშიც ავართ.
ასტრალშიც ავართ, ეფირშიც ავართ და პარალელებ და ყველა სისტემებში ვართ, მაგრამ ჩვენ ამას ხან გვგრძნობთ, ხან ვერ ავგრძნობთ. ხან ვხედავთ, ხან ვერ ავხედავთ, ხო? ანუ ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი ასე ვთქვათ რას ეძახიან, ხო? ჩვენი ურთიერთობები ხდება როგორც ფიზიკურად, ისე ასტრალურად, ისე მენტალურად და ისე კასმიურად. всё. ეს მინდოდა მეთქვა. ეხლა იმიტომ აცხადებს ადამიანი, რომ ფიზიკურად დაუშვათ მომაყენა ხო ზიანი, ხო? ანუ ასტრალურადაც მოხდა რაღაცა შეკამათება, ხო ამ დროს, ხო? ანუ სულებიც კიდე დაეჯახნენ, ხო ერთმანეთს, ხო დაუშვათ და სულმა განაცხადა ასტრალში, კოსმოსში, ეფირში, მენტალ წელებში განაცხადა, განავითარა ეს პროგრამა, ინფოპაკეტი, რომ ზაპრეჟაი ყველას დამენას როლი ყაპლოყავლიათ, всё. ეს არის ზაშტა. მაგრამ მე რა მინდოდა მეთქვა ეხლა, რომ იქ ინტერფერენტებსაც განუცხადა ეშმაკები, ხო, მანიპულატორი ეშმაკები, რომ დაუშვათ, უნდათ რომ რაღაცა მოიგონონ, ხო, მანიპულატორები. ეხლა ეს ამ ეშმაკსაც ხო თავისი ის აქვს, პოზიცია, ოპოზიცია, თავისი რაღაცა ისენი აქვს, ხო, რაღაცა ამ სხვა ცივილიზაციებს კიდე, სერებს, რებს, არხონტებს, არა ვიცი, მანიპულატორებს, ასტრალ პარაზიტებს კიდე შეიძლება რაღაცა მანიპულატორობა უნდოდეთ, ხო, ეს მესამე, მეოთხე, მეხუთე პირებს კიდე დაუშვათ. და ცდილობენ ეხლა ესენიც, რომ რაღაცა იქ ან დაბლოკონ, ან ისქნან, ან რაღაცა ლაუშკები გააკეთონ, ან ისეთი ინფოპაკეტები იმას აქნან დააჭმევინონ, ჯადო რო კეთდება. ჯადო რა არის? ჯადო არის ნეგატიური ინფოპაკეტი. ხო, ეხლა ჯადო რაც ვინც აკეთებს ჯადოს ეგენი მუშაობენ, ნეხაროში ტავარიშებთან, ბოროტებთან, სულიერ სამყაროში ბოროტებთან აქვთ მაგათ დაგაურები დადებული. და ბოროტები, ჩორტიკები, მორტიკები, ბაგამოლები და ინსექტოიდები და რაღაცები, ლავუშკებს და არის ესეთი რაღაცები. всё, დავანებოთ ეხლა ამ ჯადოებს თავი, ეს ჯადოები და ჯადობაზები მოგშორდნენ. მაგრამ ეხლა უყურ ეს, ავიღოთ ეს ჯადოებს ვიცაც აკეთებს, ესეც ხო არის რაღაცა პოზიცია, ოპოზიცია, ხო? მე გავაკეთე, მე არ გავაკეთე, იმიტომ გავაკეთე, რომ შურს შენი, ან იმიტომ არ გავაკეთე, რომ რაღაცა, ხო? ანუ ესეც ესე არის, ანუ ამასაც აქვს თავისი ისა, რა ქვია, მომჩივანიც არის, მოპასუხეც არის, ერთდროულად. მომჩივანიც არის, მოპასუხეც არის, ხო, ერთდროულად. ხო, და ეხლა ეუნება ადამიანი ასტრალში ამ იმას ჯადონბაზას, რომ ჯადონბაზა, ბესი ხარ, სერი ხარ, თუ რა ხარ, ხო, დავაი მომაშორე ეხლა შენი თოკები, მოკები, ცეპები, ჩიპები, ჯადოები, პაუკები, პაუტინები, ნეჟიცია, ნებიტიები, დისტრუქციული პაკეტები და გასრიალდი ჩემ ბიოვერი ბიოპოლიდან შორ ჩემთან აღარ დაგინახო. ხო, ეტყვის, ხო? ეს უცბად გამოხატავს რეაქციებს, რომ და არ უნდა რა ეხლა რაღაცა რა თავს იმართლებს, ხო, თავს იმართლებს. ანუ ესეთი რაღაცა არის, სულიერ სამყაროშიც დაუშვათ ესეთი რაღაცა ხდება. დაუშვათ, რა ქვია, მოპარა ადამიანმა ერთმარ ვიღაცას რაღაცა, ან ცემეს ერთმანეთი, ან მოპარეს, ან თან ცემეს, თან მოპარეს და ამ ადამიანმა ეხლა არ გაიგო, რომ ამან მოპარაო და მცემაო, ან ვერ გაიგო, დადებილდა, დაადებილეს, თავში ურტყეს და გამოაშტერეს, ხო, და ვეღარ გაიგო ეხლა ტვინის შერყევებით დადის და რას გაიგებს. ხო და როცა მოვაზრე ხო გაიგებს არა, რომ აი თურმე ესენი ყოფილან, ეს ბოროტები ესენი, ხო? მაგრამ ეხლა ადამიანი რომელიც დაჩაგრეს, დაამცირეს, ხო? ის კანონი ისეთია, რომ უნდა დაუმტკიცო, ხო? მაგრამ ვერ უმტკიცებს ეს ადამიანი, ხო, ადამიანს, ხო? კანონიერად, იმიტომ რომ დაუშვათ აღარ ახსოვს. თავს ჩაარტყეს, ან დააზომბირეს, ან წყალში რაღაცა ჩაუყარეს, დააძინეს და აღარ ახსოვს ეხლა რა, ვითომ ძმაკაცები და დაქალები და ვითომ ის ხდება ეს და შინაურებშიც ხდება ძალიან კარგად მასეთი მაიმუნური რაღაცები. ხა ეს ადამიანი, ამ ადამიანის სული ავა ასტრალებში, კოსმოსებში, ეფირულად, ასტრალურად, კასმიურად, მენტალურად განაცხადებს თავის ბიოპოლში და საერთოდ სელენის სევიშნის ბიოპოლში
განაცხადებს, რომ აი ამან მომაყენა ზიანი, ზაპრეშავი ამას და მინას როლი ყაპლოყავლიათ. რას ტარგავი დაგაორებს, მოგოვორებს, პრივასკებს, პრისოსკებს, ამასთან ვალდებულია ამინას ღაუროს ზიანი, ზარალი, მოყენებული რაღაცა ენერგეტიკულად, ანუ მე ვაზრაშავი ჩემს ენერგიებს, ჯანმრთელობებს, სიყვარულს, გერცებს და всё, ატკაზი რა ქვია, ვანულე ვაბათილებ მე ამ ადამიანთან ურთიერთობასაც და რა ქვია, სვიაზები და ისინი всё, 10 კაი ამ ადამიანთან. ხო, ეხლა ის მეორე ადამიანს რა ქვია, დაიწყებს წუწურაკობას, ხო, ეხლა ფიზიკურათაც ეს ეხდება, რასაო მე რა მოგაყია, როგორ გეკადრება და რაღაცა და უიაუ, ხო და ესე და ხდება რა, ხდება ოპოზიცია მოსარჩელი მოპასუხე იქ მოსამართლე კიდე ჩაერევა, ადვოკატი ჩაერევა, არჩეველია, დაბრიგებელია, გამვლელია, გამომვლელი და всё, ხდება რაღაცა მოყომარება ამ ამბის, ანუ რაღაცნაირად ხო, ან მორიგდებიან, ან ვერ მორიგდებიან, ან მოყომარდებიან, ან ვერ მოყომარდებიან, ან რაღაცა, всё, ესე ხდება ასტრალებშიც და ანუ ეხლა მე რა მინდოდა მეთქვა, ანუ ეს მე დაუშვათ ვინც დაჩაგრა, ხო, ეს ადამიანი, ხო, დაუშვათ აი რა გიყავი და აი ესე გიყავი და აი ისე გიყავი და აი ისე უქენი და აი ესე უქენი და ბლატაობს ეხლა რა თავის ისა საძმაკაცოში, ხო, რაღაცა წრეში ჯგუფებში ესე უქენი და ისე უქენი და ესექნა და რაღაცები და ანუ ეხლა ეს ასტრალურათაც რო ფიქრობს ამ ადამიანზე, ხო, ხდება ამისი ტრანსლაცია ისევ და ისევ, რამდენჯერაც ეხლა წაიბლატავებს არ მოინანიებს და პატიებას არ ასთხოვს იმ ადამიანს, იმდენჯერ ხდება ეს კარმიჩისკიული უძლების თავისთვის არის ცუდი, თორე მეორე ადამიანს ვეღარ მიაყენებს ზიანს, всё, იმან უკვე თავი დაიცვა. ის თავის, ასე ვთქვათ, ესე უქენი, აი ამაყება ეს რაღაცა თავის უაზრობაში არის, თავის კარმიჩისკიო, თავის ცოდვებში რჩება და ანუ თავისი გაჩადენილი დესტრუქტიული რაღაცები უხარია. всё. არის ეხლა დაუშვათ იმის ბრალით, ამის ბრალით, ომის ბრალით, შიმშილის ბრალით, სახელმწიფოს ბრალით, თანამდებობების ბრალით, მოვალეობების ბრალით, ამის ბრალით, იმის ბრალით, მაგრამ ყველა შემთხვევაში რა ბრალითაც ადამიანი დაუშვათ რაღაცა ცოდვას ჩაიდენს, ყველა შემთხვევაში უნდა შეეცადოს მონანიებას, მიტევებას, რაღაცა ესე მქენი, ცუდად ვქენი, მაპატიეთ, კეთილოსულებო, ანგელობო, არხანგელებო გთხოვთ, დაეხმარეთ ჩემს სულს, რომ მომშორდეს ეს ცოდვები და ესე არ უნდა გამეკეთებინა და უნდა შეეცადოს პერესცენა რავდება, პერეკალვერტირდება, ყველაფერი სვეტლობო, სიყვარული, სვაბოდები, ჩემთვის ვაბლაგა იმ სხვა სულებისათვისაც ვაბლაგა. всё, ეხლა ეს რა ხდება, აქ ხდება, რა ქვია, მოპასუხე, მოსარჩელე, პოზიცია, ოპოზიცია, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ აზრებს, ერთსაც აქვს პრეტენზიები, მეორესაც აქვს პრეტენზიები, всё. ანუ ბესები, სერები, არხუნტები, რაღაცა ამას მე დავარქვი, აი მოსარჩელე, მოპასუხებს, ოპერატორები დავარქვი. რატო დავარქვი ეხლა ოპერატორები ამას, რომ სხვადასხვა სახეობის სუშესტოები არიან, ხო, ცივილიზაციები, ის ნიშნი მირები, ის ნიშნი კოსმომირები, იქ ნიშნი ზიმნოი მირები, იქ მერტვეკები, იქ ნეოპაკოინები, რომლებსაც აქვთ თავიანთი დესტრუქციული პროგრამები, დესტრუქციული ინფოპაკეტები და ცდილობენ, ასე ვთქვათ, დესტრუქციული ვლიანიები მიაყენონ ან ერთმანეთს, ან ადამიანს, ან ადამიანის სულს, ან და რაღაცა აკონტროლონ დესტრუქციულად რაღაცა აკონტროლონ და ავამპირონ რაღაცა ხდება, ხო, რაღაცა ხდება, всё.
ვინც იცის რა აკონტროლონდა, ვინ აკონტროლებს, რა აკონტროლებს და რა ხდება, იცის, ვინც არ იცის, რა უყო ეხლა გაერკვიოს ამაში. ხო, ეხლა ეხლა ეს ოპერატორები, ოპერატორია, ხო, ეს მერტვეკი ოპერატორია. ლაპარაკობს, ხო, თავის აზრებს გადმოსცემს, ხო? ეს ბესი ოპერატორია, თავის აზრებს ლაპარაკობს, ეს მტერი ოპერატორია, ეს ვინც დაჩაგრეს, ისაც ოპერატორია, ისიც თავის აზრებს გადმოსცემს, რომ ესე დამიშავი, ესე არ უნდა ეკრა, ესე არ უნდა ეკრა და ზაპრეშავი ამათოს ეხლა მენა აწი, всё. ის რა ქვია ვინ ჩაერია ამ საქმეში მოსამართლეა ანგელოზია ვის შეესვეტრიესელებია თუ რა ესენიც ოპერატორები არიან ვინც ასე ვთქვათ მესამე მეოთხე გარშემო პარალელი მირებიდან ასე ვთქვათ ცდილობენ ადამიანების დავამპირებას დაზომბირებას ეს ბესები ვამპირები ეს მაქციები ეს ჯადონბაზები ეს მაგები რაღაცები ესენიც ოპერატორები არიან ხო ოპერატორები არიან ხო რომ უშვებენ ისეთ სიგნალებს ისეთ ინფოპაკეტებს დაჟენა დისტანციონა ისე იმაშვრებიან ადამიანს რომ ადამიანმა ასე ვთქვათ ვერ გაიხაროს კი არა ხო რა ევოლუცია ვერ გაიაროს და დარჩეს ამ ასე ვთქვათ კალისოს ანსარებში ამ ომებში და ამ შარებში და ამ კარმიჩისკიული უზლებში და ამ ბლოკებში. ეს უხარიათ იმიტომ რომ ჯადონბაზები და ბესები და ბოროტები თვითონ კალისოს ანსარებში არიან და გონიათ რომ ესე უნდა იყოს. მაგათი ასე ვთქვათ ქურდული გაგება ეგ არის. ბესპრედელური გაგება ეგ არის, რა ვიცი, მონათფლობელური გაგება ეგ არის. всё. ოპერატორები არიან და რაც სწამთ, ასე ვთქვათ, ეს ბესპრედელობა და ეს რაღაცა, იმას ლაპარაკობენ. შეიძლება ისინიც კონტროლის ქვეშ არიან და სხვა ოპერატორები ყავთ კიდე ვინც იმათ აპროგრამებენ და ალაპარაკებენ და ისინი არიან მარიონეტკები, ესაც შეიძლება. ხო, თუ უნდათ ეხლა ამათ გამოსწორება, შეუძლია გამოსწორდნენ და თქვან, რომ მე არ მოიქეცი ის სწორად და მე ვანულებ, ვაბათილებ ჩემს ინსტრუქციებს, ჩემს შესახებ და სხვა ადამიანების შესახებ, თუ რამე ცუდი გამიკეთებია, ვანულებ, ვაბათილებ, всё. და ვუსულებ ყველას გამოსწორებასა და განთავისუფლებას, всё, რა პრობლემაა ეხლა ესა. ეს მინდოდა მე თქვა, რელიგიაც კიდე ოპერატორი არის. რელიგიაში ხო მუშაობენ მღვდელია იქ მომღერალია იქ მორწმუნე შედის გამოდის ხო ესაც კიდე რელიგია რასაც ეძახიან ეგრეგერი ამ ეგრეგერსაც ოპერატორი დავარქვი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ოპერატორი რა არის? ოპერატორი არის თუნდაც Google-ის ოპერატორი, ინტერნეტ ოპერატორი, სისტემური საიტების ოპერატორი, რადიო ოპერატორი, რადიო გადაცემებს სიხშირულადაც კიდე რა ქვია, ახდენენ რაღაცა ზეგავლენას, ან კაი ზეგავლენას, ან ცუდ ზეგავლენას. და ეს თავიანთი ანტენებით, ან თავიანთი ტელეფონიც ოპერატორია. სატელეფონო ოპერატორები მაგალითად სატელეფონო ოპერატორები კი არა თვითონ სატელეფონო ხაზები არის ინფორმაციის მატარებელი ინფოპაკეტების მატარებელი და ამ ყველაფერს დავარქვი ოპერატორები ეს ბაევოის რო არის მაგია ამ ბაევოი მაგიასაც ოპერატორი დავარქვი ეს სამარაზრუშიც რო არის არმიები, ბოები, რა ქვია, ბომბები, მაიჩკები, ამათაც ოპერატორები დავარქვით. ზოგი ეძახის კამანდიორები თუ კამანდები, პრიკაზიორები თუ ასტვენიკები და დამნაშავეები. ის დამნაშავე და ის ასტვენიკი, ისაც ოპერატორია. და ის პრიკაშიქციც ისეც ოპერატორია, ხო რაღაცას ხო ლაპარაკობს. არ ვიცი, რა ვიცი, რაღაცა ესეთი გამოვიდა და აგენტები კიდე მოგზავნილი აგენტები
ამათაც ოპერატორები დავარქვით. ნუ არ ვიცი ეს რაღაცა ესეთი ის ნუ ნაინაირი სისტემებია, სტრუქტურებია და ყველა სისტემა და სტრუქტურა ლაპარაკობს, ნუ და ცდილობს იერარქიებია ნაირ-ნაირი და ცდილობენ რომ თვითონ იყვნენ მარტო და სხვები ვინ არიან? ხო, აი ეს არის ოპერატორები. ანუ რა ტრანსლაცია ხდება რომ მე ვიყო მარტო კარგად და სხვები არ ამკიდიაო? აი ეს არის, ხო? ხო და ანუ ეს ეხლა დამნაშავეა თუ ასტვენიკია თუ უფროსია თუ ანტიმოიფროსია თუ ანტიუფროსია თუ ანტიმოიფროსია თუ ანტიკანტრალიორია თუ ანტიმოიკანტრალიორია ამას ყველას იმათაც ლაპარაკობენ თავიანთ თავზე და თავიანთი ის უნდა ზეგავლენა გააკეთონ ამიტომ ამათ დავარქვი ოპერატორები ოპერატორები ანტიმოი ოპერატორები ჩემგან შორს ჩვენგან შორს ანტიმოი ჩემგან შორს ჩემი არ არის всё ოპერატორ ანტიოპერატორები всё არ ვიცი რა ვიცი მე მგონი ესე კარგად იქნება უფრო მაგალითად მე სახელმწიფოებთან ფულზე მაგალითად რასაც იმას დაგავორებს ხო ფულის სკოლებთან ფულის სკოლა რას ქვია ახლა სკოლა არ გამოდის ფულის სკოლებთან ანუ ვითომ მოპიტებს რომ გავდივართ ფულის სკოლებთან არ გამოდის ამიტომ მოვიგონე მე ფულის პარაზიტებთან ფულის პარაზიტები რა ფულის პარაზიტები იმდენია ყველას უნდა ეს ფული ხო ფულის პარაზიტები ჩვენგან შორს იყოს ამიტომ დავარქვი ფულის ვამპირები ფულის ხიმერები მე დავარქვი ხიმერები ფულის რაღაცა მაგრამ ეს ხიმერებსაც, ვამპირებსაც, ნეგატორებსაც, დისტრუქტორებსაც, მანიაკებსაც ესენი ყველა არიან პოზიცია ოპოზიციონერები, ხო? ანუ არიან მოპასუხე მოსარჩელი, ანუ ოპერატორები, ხო? ანუ მე შენ ვინახარ. დაახლოებით ესეთი. მატრიცაში დაახლოებით ესეთი არის. ხა სულიერ სამყაროში შეიძლება ცოტა სხვანაირად იყოს და ცოტა განეიტრალებულად იყოს და ცოტა გარმანიშნულად იყოს და ცოტა რაღაცა იყოს ეს ბესპრიდელური რაღაცა, მაგრამ ნუ ფიზიკურ სამყაროში ესია მე და ეს ყველა მე რა არის, ეს ყველა მე არის ოპერატორი. ლაპარაკობს მარტო თავის თავზე. თავის თავი აინტერესებს. ხო, აი ეს რაღაცა დაუშვათ დაახლოებით სახელმწიფო ოპერატორი მაგალითად, ხო, ეხლა სახელმწიფო თანამდებობებია რაღაცეებია, მაგრამ სახელმწიფო ოპერატორი, სახელმწიფო ეგრეგერ ოპერატორი, სახელმწიფო პრეზიდენტ ოპერატორი თუ რაც არის, ხო, რაც არის, ეს რა არის, იცავს თავის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს თავის ინტერესებს, თავის რაღაცას, ხო? ხო, ნუ სახელმწიფო კონტრალიორი არ დამირქვია. სახელმწიფო კონტრალიორია თუ სახელმწიფო ხიმერია თუ სახელმწიფო მანიაკია თუ სახელმწიფო ვამპირია თუ სახელმწიფო კრადნიკია თუ სახელმწიფო ის არის, რა ქვია, ვიგოდნიკური რაღაცა არის, იმასაც კიდე ოპერატორია, იმასაც კიდე ცდილობს დაჟე დისტანციურად რაღაცა ზეგავლენა მოახდინოს. აი ეს მინდოდა ამეხსნა ჩემი თავისათვის, რა ვიცი, მე მგონი სწორად გამოვიგონე რაღაცა. ნუ სახელმწიფო ასტვენიკია თუ სახელმწიფო დამნაშავეა თუ სახელმწიფო ეგაც ოპერატორია. სახელმწიფო ცუდი არ არის, მთავარია კაი აურა იყოს სახელმწიფოში და კაი ბიოველი იყოს სახელმწიფოში და როიცი არ ყველაფერი და პირველი რეგრესოლოგები და პირველი გიპნოლოგები და პირველი ასტროლოგები მაგათთან არიან, იქნება რამენაირად ცოტა მაინც რაღაცა გააკეთონ. თორე სახელმწიფო, ყველა სახელმწიფო კაია, ყველა დედამიწა კაია, ყველა ბუნება კაია, ყველა ნაცია კაია. რამენაირად თუ გააკეთებენ რაღაცას და დაეხმარებიან სულიერად რამეთი ხალხს,
გამოიღვიძებს, გამოიფხიზრებს ყველა და მერე აღარ იქნება ესეთი ისა. დაიცავენ ერთმანეთის გრანიცებს, ქალი კაცის გრანიცებს, კაცი ქალის გრანიცებს, სულები ერთმანეთის გრანიცებს და მოხდება უკვე ენერგეტიკული და ვიბრაციული და რა ქვია, მატერიალური კი არა და მენტალური, მენტალიტეტური, გონებრივი განვითარება და ტრანსფორმირება და ევოლუცია სასიკეთოდ ყველასათვის. ეხლა მარტო მატერიალურ განვითარებაზე დადის ხალხი. ეხლა მარტო მატერიალურად ოღონდადაც განვითარდება, ცოტა გონებრივად, რომ სამსახური იპოვონ. ეს არის მარტო ეს იციან ადამიანს. რა ვიცით, ესე გვასწავლეს, ეკლესია კიდე ყველაფერს კრძალავს და რაღაცა რამკებში სვავს ადამიანს. ეს აკრძალვებიც ცუდია, არ არის კაი. რამკებში ჩასმა და რაღაცა ეგაც სისულელია. Всё, წავედი.